მოგესალმებით. დადგა 2026 წლის 25 იანვარიც და ჩვენი გადაცემის მეორე სეზონის პირველი ეპიზოდით გიბრუნდებით. ყორშია მაღადგინა თავის გადაცემა, მიშა მშვილდაძემაც ორი ჩაწერა უკვე და მეც უნდა დამეწყო უკვე ხალხი ითხოვდა გესმის მესამეს გასამებას ითხოვდა ხალხი. მაგრამ როიცოდეთ ეს გადაცემა სექტემბერშია ჩაწერილი, უბრალოდ მიშა ზაქარიაშვილმა იანვარში დასადებად დაასქეჯულა და ფაქტო იდება დღეს. მოკლედ 31 დეკემბერს ჩავწერე მე პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი, შემდეგ პირველი ორი დავისვენე და სამში მადურო გაისხვანჩა. დამთხვევა ვითომ? ვითომ დაემთხვა? არა მგონია. მაგრამ მირჩევნი ეგრე გეგონოთ, რომ ვითომ მე არაფერ შუაში ვარ მადუროს დაკავებასთან, ეგრე იფიქრეთ. აწყობს. მოკლედ ჯერ მადურო დააკავეს, მერე ვასიკო მაღლაფერიძეს აგინეს აქციის მონაწილეებმა, მეც რაღაც ორი კვირაა კისერი მაქვს აშშებული, ძალიან ცუდი წელი გვაქვს ულვაშიანებს. ლუკაშენკოს ადგილზე მაგარი ფრთხილად ვიქნებოდი. და რომან გოცირიძესაც ურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, ძალიან ცუდი წელი დაგვეწყო 2026 ულვაშიანებს. 2026 წელია და ჩვენი არხი რომ უნდა გამოიწეროთ, სარიცხილაკი გააქტიუროთ, ვიდეოები დაგვილაიქოთ და კომენტარები დაგვიწეროთ, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა საერთოდ. დაგვიწეროთ კომენტარები მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა, ვინც თან ღარიბაშვილის ფანები ხართ, თან ქართული ოცნების და მთელი იანვარია ვერ გაიგეთ რაკნად. იქნებ ჩვენ გაგარკვიოთ. რომ დაუბრუნდეთ მადუროს, ტიპი მოიტაცეს 3 საათში ჩაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ 3 საათში ტიპმა 3 ტრანსპორტი გამოიცვალა. ანუ ვერტფრენდ მიიყვანეს სანაპიროდან, სანაპიროდან გადასვეს გემზე, გემიდან მერე გადაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და გადასვეს მინივენში და მიიყვანეს სასამართლოში. 3 საათში დიღმიდან ვერ გახვალ ვარკეთილში. შეუძლებელი სამსახური რო ქონდეს მაგალითად ვარკეთილში და დიღომში ცხოვრობდნენ პირიქით, 3 საათში ვერ გახვალ ამერიკელებმა ვენესუელიდან ჩაიყვანეს ტიპი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სპეციალური გადამზიდი ოპერაცია. მოკლედ ტიპს მადუროს 3 საათში გაატარეს თავისი უზარმაზარი სახლი, უზარმაზარი ეზო, ნახევარი ვენესუელა, კარიბის ზღვა, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია და მიიყვანეს 3 საათში თვითონ სასამართლო პროცესი. როგორც ირკვევა, მადუროს პროცესზე მისულ მადუროს ხარდამჭერებს სასამართლოს მანდატურის უფროსმა სულ ლესბიანკები და კოკაინშიკები ეძახა და რამდენიმესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოუწია. იქაც ეგრე ყოფილა. არ ჯერა? ძალიან არ გადაამოწვა. მადუროს სასამართლო პროცესზე ვერ შევიდა ასევე ნანუკა ქაჯაიაც, იმიტომ კი არა რომ 5 ადგილზე ერთდროულად ყოფნა არ შეუძლია, უბრალოდ მოსამართლემ დახურა ამერიკაშიც პროცესი. სენსიტიური მნიშვნელოვანი პროცესი ყოფილა და მაგით ვერ შევიდა ნანუკაც. თორე იქ იყო. თან დანისიხესთან იყო მაგდროს და ბათუმშიც რაღაც რეპორტაჟს აკეთებდა. სუპერ პოზიციაში კვანტურად. საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად დაიწყო წელი დიქტატორებისთვის, ულვაშიანებისთვის და ულვაშიანი დიქტატორებისთვის. ჩვენ ულვაშიანები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი კლუბის წევრი ნიკოლა მადურო. ან თუ შეიძლება ულვაში მოპარსეთ, რომ ჩვენმა კლუბმა პასუხისმგებლობა აღარ აიღოს ამ ადამიანზე. ვასიკო მაღლაფერიძეც გვეყოფა ჩვენ. ეს ხუმრობით და სერიოზულად გაათავისუფლეთ თუ შეიძლება ნიკოლა მადურო. კაცი იყო ნარკობარონი და საკუთარ ხალხს აწამებდა და კლავდა. ტროტუარზე ხო არ იდგა ბლიად კარაკასში. რაღაცები ხო უნდა გესმოდეთ ამერიკულ მართლმსაჯულებას. თქვენი მართლმსაჯულება რომ მოვსტყან მე, პენდეხო. ნუ ეს რა თქმა უნდა ამერიკულ მართლმსაჯულებას შევაგვინე. ზვიად ცეკვებას ინაცვალოს ჩვენი ბიცეპსები. ამერიკულ შევაგინე ჩვენსაც არა. გადაიღონ ჩვენგან რამე. უკუღმა მიდის ზოგადად ყველაფერი და მეც უკუღმა მივყვები ჩვენ ამბებს. ზოგადად თანამედროვე საქართველოს ადამიანი იყოს და კბილით გიოდეს, ისეთი უკუღმართი მდგომარეობა გვაქვს, რომ ტრაკიდან უნდა შეხედოს ექიმა, რომ გაიგოს კარიასი ხوارჯს. ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი რამე ტრაკით არის გამოწვეული და ბევრი რამე უტრაკობით. ტრაკია მთავარი თემა. ქართველი კაცის ტრაკი. მოკლედ 2026 წელია და ციხეში შედან ნიკოლა მადურო, გრიგოლი ლუაშვილი, ირაკლი ღალებაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ჩემი ძმა. ერთდროულად, სინქრონულად. და ქოცი ეძახის, რომ იდეალური მდგომარეობა არისო. სოფლიოშიც და ქვეყანაშიც. არა, სოფლიოში არ ეძახის იდეალურიაო, მაგრამ ქვეყანაში ხო კარგად აქვს საქმე. კაი, მადურო გამოვაკერი, დანარჩენი ლოგიკაა. რა უნდა ლილუაშვილს, ონისეცხადაძეს და სააკაშვილს ერთად ციხეში. მაგრამ ნუ ტრაკი თუ ვიაზრუნებთ, როგორ არ კაცო. შენი ლოგიკა ლაგდება. თავით არ უნდა იაზრუნო ადამიანი. გეუბნებით. კარგით, სერიოზულად რო ვთქვათ, ქვეყანაში გიგაავალიანის მკვლელობის გამო პროტესტია, მაღაროველებზე პროტესტია,
ბალტიის კანიონზე პროტესტია, ევროინტეგრაციაზე პროტესტია, არაბულ ქალაქებზე პროტესტია, მაგრამ თვითონ ქვეყანაში არის იდეალური მდგომარეობა. ოღონდ არ უნდა ჩაუღრმავდი ახლა. დაფიქრდი. გეუბნები დაიჯერე. არ დაფიქრდი. ეგ არის ტანჯვა. მოკლედ ტრაკიდან რო გავყვეთ ამბებს, ბოლოს რაც მოხდა, ის იყო, რომ გია გაჩეჩილაძემ იგივე უცნობმა რობერტ დენიროზე თქვა, ეგეც ახლა ალ პაჩინო არ მყავდესო. არა უშავს გია არის ნერვიულო, ჩვენს სანხშიად გვერევა რობერტ დენირო და ალ პაჩინო ვის არ აგვირევია. შეიძლება მაგ მომენტში როცა ამბობდი, შენც ალ პაჩინოზე გიგონა რომ ლაპარაკობდი და იდეაში სუგულისხმე რომ ალ პაჩინო არა ეგეც არ მყავდეს რობერტ დენირო. შეიძლება მე ვლაპარაკობ ახლა პირიქით. აი ყველას გვერევა, შენ მაგაზე არის ნერვიულო. ეს ყველაფერი გია გაჩეჩილაძემ მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ რობერტ დენირო შეხვდა სუხიშვილებს, ანუ თვითონ წარმოდგენის შემდეგ. ზოგადად ამბობთ ხოლმე, რომ რატო ერევიან უცხოელები ჩვენ საქმეში და შენ რატო ერევი ორი ოსკაროსანი კაცის საქმეში, მინიმუმ გამაგებინეთ. მოეკეცით ამ შეხვედრას ისე, როგორც რობერტ დენირო გექცევათ თქვენ, ყლეზე დაიკიდეთ. იქეთ არის და ჯორჯ კლუნი ითხოვს ზიამაღლობელის გათავისუფლებას, მაგრამ ჯორჯ კლუნი თუ არა ეგეც არ მყავდეს, ახლა ტომი ლი ჯონსი. ან ნებისმიერი ჩასვით. თავარი ჯორჯ კლუნი არ იყოს. ეგეც არ მყავდეს, ახლა მე, რა ვიცი. ედუარდ ნორტონი. ძალიან არ გაიგოს ახლა იმან. ზემო ჩანარეცხებში კოცის მხარდამჭერმა. ამ განცხადებამდე უცნობმა თქვა, რომ ფასები იმიტომ არის ქვეყანაში მაღალი, რომ სუპერმარკეტები და მარკეტები ისევ ნაცების არისო. და მაგიტო ფასები არ იკლებსო. ეს იმიტომ თქვა უცნობა, რომ მანამდე სუსი შევიდა სუპერმარკეტებში. ანუ ხომ მომყვებით, ანუ ტრაკიდან ხომ მომყვებით. ნახე? უკვე დასწრულ კოლინჩი ვართ, ნახე? ნელ-ნელა და მიხვდებით იდეას. ტრაკიდან ყველაფერი გასაგები ხდება. გამომყვებით. არ გაჩერდეთ. მოკლედ ნაცებისაო ეს მარკეტებიო და სუპერმარკეტები ისევ. ესე იგი დაჭერილი სააკაშვილის, ახალაიას, გვარამიას, თარგამაძის, ოქრუაშვილის, გაქცეული კეზერაშვილის და გარდაცვლილი ბენდუქიზის ყოფილა ჯერ კიდევ ყველაფერი. მაგრამ ქართველებს ასაცგინა იმას მოუყვები. მიდი კი მოუმატე. მიდი. არ უჯერა, თუ რა. ამაზე დაგარეპორტეთ. ამე მოგთხოვეთ, გააგზელი. როგორც გაირკვა თვითონ მარკეტებში, აი წითელი ფასები რასაც აწერია, ყოფილა ნაცების. მარტო ეგენი. და მაგენი არ იყიდოთ, დაბალი ფასი რაც არის. მოერიდეთ. და მაგნიტი წითლებს მოერიდეთ ზოგადად, მაგნიტს და ნიკორას მოერიდეთ. როგორც მიხვდით, ჩვენ ნიკორა არ გვასპონსორებს. არც მაგნიტი. ლიკა ბაგულაძემ სპარტი ჩასვიო. ჩავსვან ჩემი რაბიდის. თუ სპონსორი გამოჩნდება, ლიკას არაფერს არ გაუყობთ. სპარი. ანუ რა გამოდის, ვინც 2012 წლამდე ნაცები იყვნენ და შემდეგ კოცები გახდნენ, მაგალითად ბექაუდი შარია, გივი მიქანაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, მაგათ ყველაფერი ჩამოართვეს. გესმით? და მაგიტო გახდნენ კოცები და ვინც არ გადავიდა კოცებში, იმათ დარჩათ მარკეტები. რა ლოგიკას ვერ მივხვდები? ტრაკით იფიქრე, ტრაკით, თავით ნუ ფიქრობ. და ყველაფერს მივხვდები. ტრაკიდან იფიქრე. დალაგდა? გეუბნები. ხო დაიჯდეს ახლა პრინციპული ბაჩუ ახალაია ციხეში და იქიდან აკონტროლოს ეს გვირილა და ორი ნაბიჯის ქსელი რა. მე რა უყო. არ გინდოდათ კოცობა, ნუ იქნებით. თურმე დაჟე ციხეებში რომ მაღაზიები ეგეც ყოფილა სააკაშვილის, მაგრამ მოუსწრია ტიპს და სოფონი ჟარაძესთან რო ბავშვი ყავს, იმაზე მოუსწრია გადაფორმება და ვერ εδავებიან რა გინდა რო უკნა. ბავშვი ვერ წაართმევ სუპერმარკეტს. ტრაკით იფიქრე, თავით არ იფიქრო და დალაგდება ყველაფერი. აი მანამდე კი, როგორც გითხარით, სუსი იყო შესული სუპერმარკეტებში. მაგალითად ებრაელების, ისრაელის სუს ქვია მოსადი. მოსადი რამდენიმე თვის წლის წინ ირანის ბირთვულ პროგრამას ანადგურებდა ისე, რომ არც ერთი თავისი თანამშრომელი და თანამებრძოლი არ დაუკარგავს. ასევე მოსადი დაძდებდა წლების და ათწლეულების განმავლობაში ებრაელების წამებაში და ხოცვაში მონაწილე ნაცისტებს და ანადგურებდა, ანაპატიმრებდა მათ. და ჩვენი სუსი ამ დროს შედის მაღაზიაში და მაგი მაწონე რატო გაქვს? ძვირში ძმა, მახანა. აი მანამდე კიდე დებატების განახლებისკენ მოგვიწოდეს კობახიძემ და კალაძემ. მანამდე კიდე ხალხი დააპატიმრეს ტროტუარზე დგომისთვის და 4 და 5 დღის გაუშვეს ციხეში. და მანამდე 19 იანვარს პატიმრების შეწყალებას ველოდებოდი დამაოდ. ან ხო მოხდები, ნახე ტრაკიდან რო გავყევით, ხო დალაგდა ყველაფერი. იქედან ხო გიგვირს რომ მოყვები, მაგრამ აქედან ტრაკიდან გახედება იდეალურად არის. როცა ერთი წლის წინ ადამიანებს საკუთარ სიცხეში აბანავეს და ხარება წიხლებს ურტყამდა მისთვის მიგრულ ადამიანებს. მე გამოხვიდე ერთ წლის მერე და ამ ადამიანებს უთხრა მოდი ახლა ვიდებატოთ, არის სიგიჟე. თან ლოგიკურიც არის. დაგიხსნით რატო?
სიგიჟე რატოა ხა პირველ რიგში? სიგიჟე არის იმიტომ, რომ მაგალითად მაიკ ტაისონმა რო უბაგუნოს ვიღაცას, გამოუცდელს ქალს, მასზე 100 ჯერ სუსტ ადამიანს დაალეწოს, დაამტრიოს, ნოკაუტში ჩააგდოს და სახიალე წილი რო აგდია მე ეს ქალი ძირს, უთხრას რომ კაი დამელაპარაკე, ახლა რაღაცაზე შევთანხმდეთ. იგივე ხა დებატების მოთხოვნა. და ლოგიკური რატოა? ლოგიკური არის იმიტომაც რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როდესაც ჰიროშიმაში ჩააგდო პირველი ატომური ბომბი, სახელად პატარა ბიჭი, ასე ვთქვათ, სახეში გაარტყა ძალიან დიდი მუშტი იაპონიას და ელოდებოდა რომ ეხლა უნდა დაგველაპარაკოთ, ეხლა კაპიტულაციის ხელი უნდა მოვაწეროთ. ამის მერე იაპონელები მაინც არ გაჩერდნენ. და უკვე რამდენიმე დღეში ნაგასაკიში ჩააგდეს მეორე ბომი სახელად მსუქანი კაცი. მსუქანი იმიტომ რომ ბარიატრია არ გაუკეთებია ამ ბომს. აი მეორე დარტყმის შემდეგ უკვე იაპონელები დათანხმდნენ კაპიტულაციას, იმიტომ რომ რაღა უნდა ეკრათ. აი მან უკვე ჩანდა რომ აი უკვე გერევი, შანსი აღარ გაქვს და უნდა დამნებდე. მაგრამ იგივენაირად იქცევენ მაგალითად რუსები ახლა უკრაინაში. ვითომ ერევიან, მაგრამ თან თხოვენ დალაპარაკებას და რაღაც მოლაპარაკებებს. ესენც ისე იქცევიან, ხო გირტყირ გაწამეთ, გაგუდეთ, მოგწამლეთ და დაგვილაპარაკეთ. ახლა ბოლოს ხო ხედავთ რომ ვერ გვერევით. მაგრამ იდეაში მაშინ ის იყო რომ ამერიკა მაშინ ერეოდა იაპონიას და მართლა მოერეოდა და უარეს უზამდა და ესენი გაჭედილები არიან როგორც უკრაინაში რუსეთი და ესენი ჩვენთან ვერც ერთი მხარე ეგრე ვერ იგებს და მაგით გთხოვენ დალაპარაკებას, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან ბევრ ზიანს იღებენ. მიხდით რატო არ ლოგიკური? ოღონდ ტრაკიდან ლოგიკას დააგვირდით. ტრაკიდან. წინან არ გაყვეთ. ამით ნუაზრუნებთ ხალხო ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში იაზრუნ ტრაკით. თავით აზრუნება თუ გინდა არის შესაბამისი ნორვეგია, შვედეთი. წადი და იაზრუნე იქ თავით. რა? გეუბნები. შეიძლება ხო ვერ მიხვდეთ და გაიგვირდეს, მაგრამ ვერ მიხვდები. ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს ასევე ჩვენი მეგობარი და ჩემი სუფლიორი ნუკრი კაკულია. მას მოსამართლე მანუჩაცუამ 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა და როგორც წინა პატიმრობის დროს ეხლაც ნუკრი ზესტაფონის იზოლატორში გადაიყვანეს. ნუკრი რა გითხრა ჩემოძვაო? ცაცუაც იცი ვინ არის და ზესტაფონური ხაჭაპურიც იცი როგორიცაა. ჩვენი მხრიდან ჩვენ ცაცუას შემოგზავნებს არ მოგაკლებთ და ზესტაფონური ხაჭაპურის წილი დედის გინებებს და მეტი რა ვქნათ? თუ სხვანაირად. ნუ როგორც არის. ტროტუარზე დგომის გამო ქალებს ყველა სიტყვიერი გაფრთხილება მიცეს და კაცები გაუშვეს ყველა იზოლატორში. ნუ რეზი დუმბაძის გარდა. რეზის საყურე უკეთია და ეთყობა მაგან გადაარჩინა. დააბნია მოსამართლე. თქვენ სიტყვიერი გაფრთხილება ქალბატონო რეზი და თუ შეიძლება მეორედ აღარ გაიმეოროთ აღნიშნული დანაშაული ულუაშიანო ლამაზუ ქალბატონო. ესე მიმართა მოსამართლე. ტრაკით გამომყევი, თავით არის აზროვნო. ტროტუარის კანონის დაკავების შემდეგ შესაძლოა დაახლოებით ასეთი განცხადება გამოდო Facebook-ზე, რა ვიდეოსაც ახლა ჩვენ გაჩვენებთ. ნახეთ. მე გითხარი ამას მიხედე მეთქი, ამას მიხედე მეთქი ხო არ მithქვამს. ტროტუარზე დგომის გამო უშვებდნენ ციხეში ადამიანებს იმ დროს, როდესაც თბილისში ისე იყო ტროტუარები მოყინული, ფიზიკურად ვერ გადაადგილდებოდნენ ქვეითები ტროტუარზე. ძალიან კაი მომენტი იყო Deep State-ისთვის. ვინმეს ბაგებში ერთი ადამიანისთვის თითი რომ მიეკრა Deep State-დან, სულ ხრია-ხრიალი და სრიალი შევარდებოდით ომში. ჩათრევაც არ დავჭირდებოდა, შევსრიალდებოდით ომში პირდაპირ. მაგრამ არც მაგდენი ტვინი აქვს Deep State-ს. დიდი ალბათობით ტროტუარზე დგომის გამო ვერცეთ გორელს ვერ დაიჭერენ. გორელები აბსოლუტურად აზღვეულები ხართ მაგისგან, სამაგიეროდ უკვე ოქტომბერში გზის გადაკეთებისთვის იჯდა 9 გორი იზოლატორებში. რა ვქნათ? ასია ენდემური კანონდარღვევები გვაქვს ჩვენ. ადგილობრივი. ქალაქის დონეზე. წარმომავლობის. აი კიდევ ცოტა მანამდე იყო ნათლისღების შეწყალებები და საპატიმროსთან მომლოდინე პატიმრების დედები, პოლიტპატიმრების დედები. გაათავისუფლეს 159 ადამიანი, შეიწყალეს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა 159 ადამიანი. ყველას ულოცავ გათავისუფლებას და უსურებ ისე გაგეზრებინა ცხოვრება, როგორც მათ და სოციუმს შეესაბამება ერთდროულად. 159 ზოგადად ისეთი რიცხვია, რომელიდანაც არც კვადრატული ფესვი არ მოდის, არც კუბური ფესვი არ მოდის. კუბურში გულისხმობ კუბს და არა კუბას. ანუ იმიტომ თუ კუბური ფესვი მადუროს სახლიდან ამოიყვანა ამერიკამ ძალიან მარტივად ყველათან. დაახლოებით 60 კუბელი შეეწირა მაგას. და ასევე 159 არ შედის ფიბონაჩის მიმდევრობაში. ფიბონაჩის ჰარმონიულ მიმდევრობაში. ასეთი რიცხვი აარჩია მიხეილ ყომ და არ მგონია რომ შემთხვევით განათლებას გაუსვა ხაზი. ხვდებით? 160 იყო მზიამაღლობელი და 161 იყო 20 წლის ირაკლი მიმინოშვილი, თორე ათავისუფლებდნენ. ფიბონაჩის რო შევეცით, თორე უშვებდნენ ყველას. რა ვქნათ? მათემატიკის ბრალია. რა გინდა, კაც უნდოდა, მაგრამ ფიბონაჩის სისტემა. ტრაკით გამომყევით გითხარით. რა თქმა უნდა, ამ შეწყალების დროს არ გამოუშვეს არც ჩემი ძმა. რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ უკვე მე-15 თვის ბინის ნახევარქირას მიგვიანებს ჩემი ძმა და ჩემ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
გაუსაძლებელია თბილისში ცხოვრება მარტო გამქირით. ასევე არ გამოუშვეს ჩემი ძმა ციხიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკუთარ სოფელში, მაღალმთიან რეგიონში, საკუთარ სკოლაში იყო შესული მეგაფონით ბავშვებისთვის იმ სიტუაციის დასახსნელად, რაც ახლა ჩვენ ქვეყანაში ხდება. საშინელი დანაშაულია, იმიტომ რომ ახლა როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მთელი ეს სისტემა და კარტელი ბაღების ბავშვებს პარავს ფულს, ეგ ატანადია, მაგრამ აი მეგაფონი უკვე წითელი ხაზია და შეწყალება წარმოუდგენელია. ტვინით ნუაზრონებ, თუ ვერ გაიგებ. ტრაკით დაფიქრდიაბა. ღარიბაშვილს ჩამოართვეს მილიონობით ქონება და ტიპი მაინც არ არის ღარიბი. ვისაც ღარიბი გონიათ, ოკეი, თქვენზე იყოს. საბოლოოდ რუსთავის ციხეში შეკრებილები არიან ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ლილუაშვილი, გვარამია. მოგეთ რა ვიცი, დროზე თუ არ დავშალეთ სასტავი, ძალიან ყლე რევოლუცია მოხდება. არ ვიცი. კაციშვილი ვერ გაიგებს ვინ მოვა ხელისუფლებაში. ეხლა რა ვიცი, ვიღაცას მოგინდება ჩემი განაზღვრა ვერ გაიგებთ ვინ. იმიტომ რომ თავით აზროვნებთ რაღაც მომენტში. არა, სხვაგან ხარ. სააკაშვილმა ამ პერიოდში იმდენი ხუმრობა დაპოსტა Facebook-ზე, რომ დროზე უნდა ჩამეწერა გადაცემა, თუ ძალიან გამასწრო უკვე. რა ვიცი, ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვერევი ახ თქვენს რაღაც კომპეტენციებში და რაღაცებში. ნუ გადმოდიხართ, რა პოსტო გაცალეთ ჩვენ. რაც შეეხება ისე რომ გადავიდეთ, მანამდე კიდე რა მოხდა. საშინელი მდგომარეობა არის ირანში, სახუმაროც კი აღარაფერია, რა თქმა უნდა, ამ თემაზე, როგორც ახლანდელი წყაროები უწყებიან, შეიძლება 80,000-მდეც იყოს დახოცილი და სიკვდილით დაჟილი ადამიანი. ძალიან მძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გამარჯვებას და გამძლეობას უსურვებ ირანელ ხალხს. რა ვიცი, ჩემს მაინც გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ აიათოლა და ხელოვნური ინტელექტი ერთ სამყაროში წარმოუდგენელია, რა ვიცი. ან ერთი გაანადგურეთ, ან მეორე. აღარ შემიძლია, ხან აიათოლას უყურებდე და ხან ხელოვნური ინტელექტი დიაგნოზს მისვამდეს ზუსტ სამედიცინოს, რა ვიცი, ნუ გვაგიჟებთ გეხვეწებით, კოგნიტური დისონანსი გვემართება, ან აიათოლა მოგვაშორეთ, ან ხელოვნური ინტელექტი. მადლობთ. როგორც გავიგე, უბრალოდ თურმე ამ ქცევების გამო აიათოლას საკუთარი ხალხი გაასამართლებს. თუ ეგ ზელენსკიზია. რაღაც ამერიკოდში. აიათოლას ეგეთი არაფერი დაუშევებია. ზელენსკის გაასამართლებს საკუთარი ხალხი. აგერ რა ნახეთ. და საბოლოოდ ისევ მივედით მადურომდე. როგორც გაირკვა, ნიკოლა მადუროს ქონია სწორი ნაწლავის სიმსივნე. ხედავთ ტრაკიდან ტრაკში როგორ დაუბრუნდით? ნიკოლა მადუროს მართლა ქონია სწორი ნაწლავის სიმსივნე, რის რეაბილიტაციისთვისაც და სამგურანოდაც თურმე სამკვირაში ერთხელ დაფრინავდა კუბაზე, რომელსაც დაყვებოდა ძალიან დიდი რაოდენობით მცველები. მაგრამ თურმე იმ დღეს, როდესაც წინა დღეს უბრალოდ, როდესაც ამერიკის სპეცსამსახურებმა და ამერიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტეს მადუროს აყვანა, გაუქმებია ეს ვიზიტი და დარჩენა, იმიტომ რომ უნდა შეხვედროდა თურმე ჩინელებს, რადგან 50 მილიარდ რაღაც დოლარიან ხელშეკრულებაზე ჰქონდა ხელი მოსაწერი. და ამით იხელთეს დრო ამერიკელებმა და 3 საათში აიყვანეს ნიკოლა მადურო, რომელიც თურმე საკუთარმა ტრაკმა გაწირა. ხსებით? ასეთ სამყაროში ცხოვრობ, შემოკარგებო. ასეთი სამყაროა. ერთ მხარესაც ტრაგია, მეორე მხარესაც ტრაგია. ტრაკში ხარ იქედანაც და აქედანაც. მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცოტა შუისკენ ჯობია დაჭერა მდგომარეობის. დაბალანსებულად, თორე იქეთ მიაწვევი, აქეთ მიაწვევი ორივეგან ტრაგია. ხსებით? და ბოლოს, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარიზღილაკი, მოიწონეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და დაგვიწერეთ მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა კომენტარები, ვინც თვით რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს და თან შეგიძლიათ მოყინულზე გაათრიოთ. მხოლოდ ესეთმა ადამიანებმა თუ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა და ვიმედოვნოთ, რომ რადგან თებერვალი პატარა თვეა, ნაკლები ყლეობა მოხდება. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.